ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. ზალიკო ბერგერს ურეკავთ ახლა და ვარკვევთ არის თუ არა ის ნამდვილად შეყვარებული და ვიზი არის შეყვარებული. რასაკვირველია, იმიტომ რომ ზალიკოს ცხოვრებაში თუ დააკვირდებით, ყველაფერი არის მაინც დამალული. ვერავინ ვერ იგებს ზალიკო როდის იყო შეყვარებული, როდის არ იყო შეყვარებული. ხო, ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ვინ არის ის. ალო. ზალიკო გამარჯობა, ეს არის გადაცემა რადიო აფხაზეთის ცოტა ყავა და ბევრი ჭორი გიორგი გიორგი და ნაზღაიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით რადიო აფხაზეთის ხმას. აბა. ორივეს მოგესალმებით სტუდიაში. როგორ ხარ ზალიკო? კარგად თქვენ როგორ ხართ? არა გვიშავს, გავიგეთ რომ შეყვარებული ხარ და რამდენად სიმართლეს ექვემდებარება ეს ამბავი. რა ვიცი, აი, რაც დავტოვოთ, მე რა ვიცი, თან შეყვარებული ვარ თან არა. ეს რას ნიშნავს თან შეყვარებული? გიორგი მაქვს იმხელა პიარი გაგიკეთა ცხოვრების მეგზური იპოვაო და მარადისობასთან დააკავშირა თქვენი ურთიერთობა. არა, აი, ეგ ის არ არის რა ქვია. ეგეთი ამბავი არ არის მარადისობასთან დაკავშირებული, ისე შეიძლება დროებითობასთან დაკავშირებული. არა, დროებითი გადაცემა საერთოდ დროებითი გადაცემები გჩვევია. მე იქნებ მალე გავემგზავრო და ვაპირებ სად მიდიხარ? და ასევე დუბაიში სიყვარულთან ერთად. ესე იგი ეს დროებითი არა, რახან საყვარელ ადამიანთან ერთად ამსტერდამში აპირებ და დუბაიში აპირებ. ეს უკვე ნიშნავს ურთიერთმოგებას. რადიო წამყვანს კარგად არის გაწვილი სიყვარულთან ერთად. ესე იგი მთელი საქართველო ვერ ინელებს იმას, რომ მალდივებზე და დუბაიში ვიყავი სასწაულით ახლა. კიდე რო წავალ, მე რაღა დაგემართება. შენ ფოტოებზე ესე იგი ლაიქსაც ვერ ვაძლევდი. იცი რა მაინტერესებს, რამხელაა ზალიკო ის ადამიანი? რა წლოვანების არის? მიერ ვიძახი რამხელა ვარ, ესე იგი იქიდან გამომდინარე, შენზე პატარაა. შენზე პატარაა? კი. რამდენით პატარა არის? რა ქვია, არ გვეტყვი? არა, ჯერჯერობით აი ესე არ არის დაჭირო ალბათ რომ დავივედი. მაგრამ ესე იგი თქვენი ურთიერთობა გასაიდუმლოებულია, იმიტომ რომ საზოგადოება მაინც ვერ გხედავთ ერთად და რაღაცა ჭორის დონეზე მაინც გავიგეთ ინფორმაცია, მაგრამ თვითონ ეს პიროვნება ვინ არის, რა საქმიანობს, რამდენი წლისაა ეს გოგონა, არავინ არ იცის. თქვენგან დადამალავთ, მაგრამ ალბათ უახლოეს გლობალში შეგატყობინებთ ყოველ შემთხვევაში მე თქო დავყრი ფოტოებს და აი მის მიხედვით. ესე იგი უნდა ველოდოთ მოიცადე, ანუ იქ ფოტოებს არ მოერიდებით, ზალიკო? ხო, უკვე ახლა პაისკაში მოგზაურობის ჯამს, ანუ ესა რა ქვია. რა მაინტერესებს, რას საქმიანობს? ეგ მაინც რო გითხრა. გარდან თქვენი ისეთი ადამიანია, არ ამოდის სფეროში და ესე. ანუ ზალიკო მე რა მაინტერესებს, ისი პირველივე ფოტო რომელიც დაიდება შენი დუბაიში გამგზავრების შემდგომ, ესე იგი უნდა ვთქვათ, რომ ეს ზალიკოს შეყვარებულია. ხო, ესე არ ვიცი, ალბათ მეგობრებთან ერთად დავალთ, ისე რომ პირველივე მე ახლა ვერ გავიგებ, 10 კაცში როგორ უნდა ამოვარჩიოთ. აი მიხვდები ახლა რომელი მეგობარია რომელი ისე კი გაარჩევ ახლა ვინ საზოგადოება ვერ გაარჩევს ხო არა კარგი მე გავარჩევ და შემდეგი გადაცემა ზალიკო გიორგი ნაზღაიძე იმის გიორგი ნაზღაიძე არ იქნება თუ ეგრევე ამას არ გაამხნევს და შემდეგ გადაცემაში უკვე დაგირეკავ და სახელ და გვარს ვიტყვით მაშინ და უნდა დაგვეთანხმო ამ შემთხვევაში კარგი ზალიკო უღრმესი მადლობა რომ ჩაგერთებ გემშვიდობები და რაც ყველაფერს კარგად ბევრი კაი ჭორები და კაი ინფორმაციები გამიხარდა რომ დარეკ გაიხარე კოცლით კეთილი მგზავრობა აბა ბედნიერად ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.